სასტუმროებისა და კვეთის ობიექტების უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, თუმცა ამ საკითხებზე სასაუბროდ კონფერენციაზე კერძო მეწარმეები არ მიიწვიეს. რეგიონში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე მხოლოდ მესამე სექტორმა და ექსპერტებმა იმშელეს. ეს ბათუმში მდებარე 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო შესასვლელია, ეს კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია. პანდუსები არც ერთ შენობას არ აქვს. მსგავსი პრობლემებია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამბობენ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო გარე პირობებთან შეგუება უჭირს. კაფე, რესტორნები, იგივე სასტუმროები, რომლებიც შეიძლება რომ შშ ფირმა ისარგებლოს, არ არის ადაპტირებული, თუ არის ადაპტირებული, არის ისეთი სასტუმროები, სადაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს შშ ფირს, რომ ამ სასტუმროებით მოხდეს მისი სარგებლობა. 4 ვარსკვლავიან სასტუმროში ვარ და ელემენტარული პირობა არა იმისთვის, რომ აი პანდუსები არის სუფთა ფასადურად გაკეთებული. ჯერთი აქ შეხდება ეგრეთ მოსაგებელი ადამიანისთვის სართულია, ეგრედა უნდა გადაჭდე ამ ხელით შეგიყვანოს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს, რომელიც აჯარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. განსაკუთრებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ კუთხით უცხოთა გამოცდილება და ისაუბრეს და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები მოისმინეს. ინკლუზიური ტურიზმი ვერ განვითარდება, თუ არ იქნება ადაპტირებული ყველაზე მეტად ადაპტირებული, როცა ზენატის ექსპერტები ჩამოსული და ჩაატარეს კვლევები, არის ბათუმი. ინკლუზიური ტურიზმი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ამ კუთხით ბიზნესის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. უნდა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმარის მთავარი ფაქტორის მოსამსახურე პერსონალის გადამზადება იქნება, რათა ყველა ტურიზმის მოთხოვნას თავისებურად მიუდგეს. კონფერენციაზე სამშენებლო კომპანიებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლები არ მოუწევიათ, რამაც მესამე სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. არ ეწევოდნენ კონკრეტული პირები, მისი სამართლითაც იყო დღევანდელი კონფერენცია მოთხრობილი. შეხვედრა, რომელიც სხვა ფორმატის უნდა იყოს, შედგება უკვე კერძო სექტორთან, რომელიც ზოგადად ტურიზმის ბიზნესის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ინკლუზიური ტურიზმის განვითარებით რეგიონი ეკონომიკურ სარგებლობს ელის. ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით ადაპტირებული ტრანსპორტისა და სხვა ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ხელშეუწყობს მათ მოზიდვას. პანდუსებით ობიექტების მოწყობას მეპატრონებს საქართველოს პრეზიდენტის 6 ივნისის დადგენილება ავალდებულებს.